გამარჯობა ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ ინტერაქტივს მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ და ამ დროიდან გელოდებით ნომერზე 557-58-55-88 ვიდრე გადაცემის თემას წარმოგიდგენდეთ სამძიმრით მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი კიდევ ერთხელ დღეს 20 მაისია ზუსტად 18 წელი გავიდა გურამ შარაძის მკვლელობიდან გურამ შარაძე გახლდათ გამორჩეული, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ღიად იცავდა ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო ინტერესებს და ამავდროულად უპირისპირდებოდა ხელისუფლებას 2007 წლამდე. მისი მკვლელობა გახდა თვალსაჩინო მაგალითი, შეიძლება ასეც ითქვას, იმისა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური დაპირისპირება გადაიზარდოს ძალადობაში. ამ შემთხვევაში, გურამ შარაძის შემთხვევაში კი სასტიკ მკვლელობაში, რაც სახალხოდ, სამაგალითოდ თბილისის ცენტრში გამოსაჩენ ადგილას მოხდა 2007 წელს. ვუსამძიმრებ ბატონი გურამის ყველა ახლობელს, განსაკუთრებით რუსუდან შარაძეს მის ქალიშვილს და მთელ საზოგადოებას კიდევ ერთხელ. დღეს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზე, სხვადასხვა მიმართულებით და შემდეგ გადაცემის მსვლელობისას ამ მიმართულებებს და პუნქტებს ჩამოვთვლი, მანამდე კი ასეთი იქნება კითხვა. თქვენი აზრით, თქვენი შეფასებით, წინ მიდის დღეს საქართველო უკან თუ საერთოდ გაჩერებულია, იგულისხმება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიმართულება და ქვეყანაში არსებული ის მდგომარეობა, რაც გვაქვს პოლიტიკაში, იგულისხმება სოციალური ფონი, სოციალური ვითარება, იგულისხმება საგარეო ურთიერთობები სახელმწიფოსი მთლიანობაში თუ კი გავაანალიზებთ ყველაფერს როგორი შეფასება შეიძლება გაკეთდეს წინ მიდის საქართველო უკან თუ უძრავია დღეს და არც წინ მიდის და არც უკან საინტერესოა ამ თემაზე ამ კითხვაზე თქვენი შეფასებები ასე რომ ამ დროიდან უკვე შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ნომერზე 557-58-55-88 თქვენ გვისმენთ ტელევიზიით მთელ საქართველოში რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 და ინტერნეტში ჩვენს ვებგვერდზე ასევე სხვადასხვა სამაუწყებლო ვებგვერდებზე მათ შორის YouTube-ზე ქართული ასოებით ობიექტივი ხოლო სოციალური ქსელების მომხმარებლებს აგრეთვე შევახსენებ, რომ ჩვენ შეგიძლიათ გამოგვიწეროთ Facebook-ში, ქართული ასოებით უნდა აკრიფოთ აქაც მედია კავშირი ობიექტივი და გაეცნოთ ჩვენ სიახლეებს, რომელსაც შემოგთავაზებთ. წინ მიდის საქართველო თუ უკან? ეს არის დღეს ინტერაქტივის მთავარი შეკითხვა, ასე რომ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და უკვე პირველი ზარია გადაცემაში. გისმენთ, გამარჯობა. ობიექტივი გისმენთ, ეთერში ხართ. გამარჯობა, ძალიან სასიამოვნოა ჩემი ხმის მოსმენა, დაველოდები კიდევ როდესმე იქნებ თქვენც ამოიღოთ ხმა, უფრო მეტად თქვენი ხმის მოსმენა და თქვენი სათქმელი. დამავალებთ, ძალიან დამავალებთ. ძალიან დამავალებთ თუ ხმას გამოურთავთ. არა, პრინციპულად უნდა დაველოდო. დაველოდოთ უნდა. ტელევიზორს. რას ელოდებით, რატომ არ უწევთ? ტელევიზორს დაუწიე ახლა. ისმის ჩემი ხმა, ისმის. თქვენ თუ გესმით ჩემი ხმა? მე მესმის თქვენი ხმა. ქალბატონო, თქვენ ახალი მაყურებელი და რადიო მსმენელი ხართ თუ ძველი ობიექტივის? არა, ახალი არა, კიდევ დამირეკია. დიახ. კეთილი, გისმენთ ახლა? მე ტელევიზორს უწიე ახლა რომ კარგად გამევიჭერთ. გისმენთ ყურადღებით, წინ მიდის ქვეყანა თუ უკან თქვენი აზრით? ჩემმა მტერმა ვერ ეინახოს ქართველმა კაცმა და ქალმა ხესი უკან მევა ჩემი ქვეყანა თუ წინ მიდის. ნამეტარი გლახა მდგომარეობაში ვარ ხალხი ჩავაგნილი. აი უკიდურესად ვარ გაჭირებული. და როცა ხდება ჩვენი ხელისუფლება რომელიც უკეთეს მომავალს ვერ აძლევს თავის ქვეყანას და თავის ხალხს მაშინ კისერზე გადადის იგივე საერთოდ არ ახსენებს უკეთესიო ხარედარან უკეთესი მდგომარეობა პოჩი შეიძლება
თუ მაგას მთავრობა გონდომებს. აი ქალბატონო, ასეთ კეთილი შეკითხვა მაქვს თქვენთან. არსებული შევინარჩუნოთ. სვანამ სხვა შემთხვევაში მოსალოდნელია უბედურება სამოქალაქო ომსა დაპირისპირებას მთავრობა ხალხს აშინებს. იმუშავა მათ პოლიტიკამ საქართველოში. ეურმა ხალხმა უკან შეიჭრა. ომების ხალხი გარდა მიწოლია რადგან ნახევარი პური მაქვს ჩაიძევ. მადლობა. იმუშავა ნამდვილად. დიდი მადლობა. გასაგებია თქვენი სათქმელი. ფაქტია რომ ეს პროპაგანდა ნამდვილად იყო. რამდენად კარგად იმუშავა არ ვიცი, თუმცა ამ დრომდე ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ინარჩუნებს ხელისუფლებას და ძალაუფლებას, მეცაც გეტყვით, ამბობენ რომ ჩვენი რეიტინგი გაიზარდაო კვლავო. თქვენ რას ფიქრობთ? მე შევეცდები ჩემი მოსაზრებები თავს არ მოგახვიოთ, წინ მიდის ქვეყანა თუ უკან, როგორია პოლიტიკური ვითარება, როგორია სოციალური ფონი, საგარეო ურთიერთობები, სამართლიანობის საკითხი. გვაქვს თუ არა სხვადასხვა სფეროებში დღეს სამართლიანობა, მათ შორის თქვენი განცდით არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი და სამართლიანი. წინ მიდის თუ არა ქვეყანა? გისმენთ? ილია, შუადღე მშვიდობისა. შუადღე მშვიდობისა. გამარჯობა. მოგესალმებით. რა მინდა ვთქვა? აი ვისთვის წინ მიდის და ვისთვის უკან. ერთი 50-60%-ისთვის აი დაჭაობებულია, დაპაუზებულია ერთ ადგილზე და აი მაგათ საჯარო მოხელეებში ვინც მუშაობენ, ისინი ცხოვრობენ თავრობიდან მოყოლებული დაბალ რგოლამდე. დანარჩენები განუკითხაობას არის ყველგან ელემენტარული აი ორ ნაბიჯიო შეხვიდე გამყიდელებთან ხუბი მოგივა იმისთვის რომ რიგი დგას და მეორე იძახის რომ ხო არისო კონსულტანტი და მიდი და მათქენი რიგში ხარ და გადიტარებთო მე იგონებენ ვითომ საქმიანობენ და ელემენტარული მაქსეროში რო ეგრია ყველგან განუკითხაობა ყველგან უბედურება ტრიალებს კიდეც იმასაც ამბობენ ხალხი ჩემო ძირფასო ილია რომ ის გარეთ რომ ამბობენ რომ ისო ეკონომიკა წინ მიდისო უნდა თუ არ უნდა ეგ უნდა სკვანო იმიტომ რომ შეჭმულია ბიუჯეტი და ბიუჯეტში არაფერი არა აი თქვენთან მაქვს შეკითხვა ახლა ქალბატონო რადგან ეს თემა ახსენეთ ჩვენ ხალხი ამბობს გავიგე კითხვა მაქვს ასეთი მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა გვაქვს ჩვენ და 20-30 წლისთვის უფრო მეტი შემოსავალი ექნება ამ ქვეყანას ეკონომიკა კი უფრო და უფრო იზრდებაო ასეთი პროპაგანდა და პროპაგანდისტული ვიდეო რგოლები გადის სახელმწიფო მედიის ეთერში ამას როგორ უყურებთ თქვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე გჯერათ სარწმუნოდ მიგაჩნიათ თუ სკეპტიკურად ხართ განწყობილი მე ჩემი აზრს გეტყვი შვილო არჩეთი მთავრობა დღემდე ვინც ყოფილა ყველა მოდის თავისი ჯიბერისთვის ხალხისთვის არავინ არ მოსულა არც წინსვლა ეთყობა ხალხს და კიდევ მეორე დაჭაობებულია ერთ ადგილზე მოსახლეობა და ჩვენთვის მთავრობა ელემენტარული აი გადი 100 ლარი შვილო გადი და ერთი კვირა არ ეყოფა პენსიონერს ელუბრანოთ რო ჩამოს, აი ნორმალურად რო ჩამოს. ის სამალი და იქ რაღაცები ხო აღარა ვლაპარაკო. დიდი მადლობა თქვენ. გაჭირებულია ყველაფერი უბედურ დღეშია მოსახლეობა. მადლობთ, დიდი მადლობა სარისთვის. ჩვენ არ გვსურს მხოლოდ შევეხოთ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას, სხვადასხვა მიმართულებები შევაფასოთ. წინ მიდის ქვეყანა, უკან, საერთოდ გაჩერებულია თუ აი რა ვითარებაში ვცხოვრობთ. ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა და მაგალითად მედიის თემა ძალიან საინტერესო დღეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში სწორედაც რომ ჟურნალისტების ჩემი კოლეგების დაკითხვა მიმდინარეობდა და იქ მათი საუბრეს თუ რა ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში და რამდენიმე ჟურნალისტმა ობიექტივის როლი და წვლილიც გაიხსენა იმ პერიოდში იმ რეჟიმის დამარცხების საქმეში. აი დღეს რა ვითარება გვაქვს? მოდით ამაზეც ვისაუბროთ მედიის კუთხით. გვაქვს თავისუფალი მედია რომელიმე, რომელიც ობიექტურად მიუკერძოებლად აშუქებს ყველაფერს. თუ სამწუხაროდ შეგვჭა ისეთი რეალობა, რომ ყველა არხი დღეს მიკერძოებულია, თითქმის ყველა არხი
და თავის პოლიტიკურ პარტიას ან სახელმწიფო პოლიტიკას, ხელისუფლების პოლიტიკას მოქმედისას ამართლებს ყველაფერში. ზარია ეთერში გისმენთ? ისმის თქვენი ხმა დღემშვიდობისა. როგორ ამ გამდებით მაგიმობდოთ უერთდას იქეთი მოწყვეტ. დიდი მადლობა, კარგად. თავად როგორ? ძალიან კარგად, დიდი მადლობა ილია. ეხლა ერთი რამე მინდა თქვა, ჩვენთვის რომ წინ მიდის ქვეყანა გაჩერებულია თუ რა? ეს ქვეყანა წინ არ მიდის, არ წავა, სანამ მონოპოლისტების ხელში იქნება ყველაფერი ჩავარდნოს. ეგ ერთი. მეორე, სახელმწიფო უნივერსიტეტი მეტრო ორმა მთავრობამ, სამმა მთავრობამ სულიას დაამთავრეს. სახელმწიფო უნივერსიტეტი მეტრო მოსკოვში გაქცია რუსეთს არა 40%-ია უკვე მოსკოვში მომატებული ნახეთ რუკა კომუნისტური 90%-ია. ეხლა ნახოთ რამდენი მეტროა დამატებული. ბაქოს მაგალითი ავიღოთ 250 მეტროს სადგური დაემატება მომავალი წლიდან ბაქოს ისეთ ქალაქს რომელიც კი თბილისის გარკვეულწილად დიდია მაგრამ მაინც ჩვენი მეზობელია და ასე ვთქვათ გრანდიოზულად დიდ ქალაქად ვერ ჩავთვლით ბაქოს. არაფერს ესეთი ილია მოდიში გერაფერა. არაფერს არ აკეთებენ მარტო ვაკეს საბურთალო გააკეთე რომელიც ცოტა რაღაცა ჩანს სვეტაფორებს ამატებენ ქალაქში ვიტანჯები დიდი მაგალი დავდივა. ესე იგი რომ სარი ისეთი ადგილი სადაც საჯვარედინი არ არის მაინც იცეს ანთებს და იგე დავიცი. ყველა სვეტაფორს აქვს ყნოპკა ვისაც უნდა დააჭირეს და გადავიდა. საჯვარედინი არ არის. ეს არის რა საჭავი და ამოიღო ხალხის კითხვი და ფული. დელი თბილისის საჭობის და რომელი მასია ილია ლაპარაკი. ერთი ხიდი არ აღნიშნეს. ვიდა ვეფხი და მოხმედა რომ გადადიოდეს. მეორე მხარე ბონი ჩალაში კეთილი შეკითხვა მაქვს. დიახ, დიდი მადლობა. შეკითხვა მაქვს. აი ჩვენ ხშირად კრიტიკული ვართ, მაგრამ ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ. რა მიმართულებით და რა სფეროში მიდის თქვენი აზრით ქვეყანა წინ? აი პრობლემები ხომ ახსენეთ. წინ თუ არის, რამეს თუ ხედავთ, რაშიც კარგი მდგომარეობა გვაქვს. ერთადერთი რაღაცა ვიცომ რაღაცას ვახდე და მარტო იმას ელაპარაკობენ აი ხო ჩვენ აღარ ავხოცავთ ხალხსა და სამაგიეროდ იფაქტით ხოცება ხალხიდან აი სხვა არაფერი მადლობა სასტუმროები შენდება ეგეც ეგენია შეიძლება უყოლაკს და ამ სასტუმროებში ქართველი ალბათ ნაკლებად დაისვენებს ხოლმე. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, სასტუმროები უფრო სტუმრებისთვის არის და ამას ჩვენი მოქალაქეების რაღაც სიკეთედ ნაკლებად ჩავთვლით ალბათ. მაინტერესებს ფასების, გადასახადების, საბანკო პროცენტების თვალსაზრისით წინ მიდის ქვეყანა თუ უკან? უმჯობესდება რამე, უარესდება თუ გაყინულია ბოლო წლებში, ბოლო თვეებში, ბოლო პერიოდში საერთოდ? შევაფასოთ ეს, შევაჯამოთ, ძალიან საინტერესო ზარები შემოდის და მორიგ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს ვუსმენთ ახლა. გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა არის? მე ესე მგონია, რა თქმა უნდა, მოკლედ მინდა შემოვიფარგლო, იმიტომ რომ მსმენელები რეკავენ და მოკლედ გავცეთ თქვენს კითხვას პასუხი. რა არის იცით, ეს ოპოზიციაც წოდებული, ჩემის აზრით, ეს დესტრუქციული ძალები, რომ არ უშლიდნენ ხელს ჩვენს მთავრობას და უფრო მეტად დაეხმარონ ხალხს, თუნდაც სოციალური ფონი რაც არის, აი რაშიდაც უფრო მოვიკოჭლებს და ყველაზე მეტად ახმარება ჭირდება. დანარჩენი უფრო მეტად მიდის წინ ქვეყანა და უშლიან ხელს, ასე ვთქვათ. ქალბატონო, შეკითხვა მაქვს თქვენთან, აი ხელისუფლებას რა კანონის მიღებაც სურდა? ყველა კანონი მიიღო მიუხედავად ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობისა. აი რაში გამოიხატება ხელის შეშლა ხელისუფლებისთვის? პენსიების არ გაზარდოთო ეუბნებიან თუ შრომითი უფლებები არ გააუმჯობესოთო? მე არ ვიცავ ოპოზიციას ნამდვილად, მეც კრიტიკული ვარ იმ ოპოზიციის ნაწილის მიმართ. მოკაცრავად, აი თქვენი პატრიოტთა ალიანსის ოპოზიცია ნამდვილ ჭეშმარიტ ჯანსაღწავლად მიმაჩნია და ყველა ის რაც არის პრობლემა, რასაც თქვენ წინ უყენებთ მთავრობას, აი თუ მიიღებენ ამას, ყურად იღებენ, მეტად მოხარულნი ვიქნებით. აი ესე მე არ ვარ ახლა პოლიტიკოსი, უბრალოდ ჩემი საინტერესო იყო თქვენი სათქმელი, მადლობა რომ დაგვიკავშირდით.
საინტერესოა აგრეთვე მიგრაციის, დემოგრაფიის კუთხით რა ხდება, წინ მივდივართ თუ უკან. უცხოელების შემოდინებასთან დაკავშირებით ხომ აი ვნახეთ რომ ძალიან ბევრი არალეგალი მიგრანტია საქართველოში. თვითონ სახელმწიფომ დაადასტურა და 25,000-იან მეტი არიან ასეთიო ბრძანეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თუმცა გაცილებით მეტი მგონია მე. აქ წინ მიდის საქმე თუ უკან. აქვე უნდა ვთქვა ხელისუფლების საკეთილდღეოდ უნდა შევაქო რომ 33 არალეგალი გააძევეს ქვეყნიდან ახლახანს და ნუ კარგია, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. უფრო მეტი მუშაობაა ამ კუთხით საჭირო. ზარია ეთერში გისმენთ? ალო? მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. ბატონო ილია. დიახ. ძალიან უცნაურია, ხშირად მინდოდა რომ ჩართულიყავი, ვერ ვახერხებდი. მე თავიდან ისიც გამინდა, ანუ თქვენ და კონსერვატორები იცით ვინ წყალხედაობაში, ხო? კონსერვატორები ზურა ისინი ასე ცუდად მოექცა, ეს ჩემი პირადი აზრია და ეს ძალიან მაგრად მეწყინა პირადად მე ხელისუფლებისგან. ეს ერთი. ეხლა მეორე. შეიძლება ისე არ მივდივარ წინ, როგორც დაუშვათ ისე ფენას უნდა სადაც მეც ვარ. მაგრამ ვინაიდან ჩვენ იმ ჯოჯოხეთს გადაგვარჩინა ბიძინა ივანიშვილმა, აი ამიტომ ვარ მადლიერი და დანარჩენი მე ვარ პატრიოტთა ალიანსის წევრი უკვე 14 წელია. დიახ. და აი ამით თქვა მინდოდა რაც მე თქვენ ხელისუფლებისგან და რატომაც ვარ მადლიერი. ქალბატონო, თქვენ მაინც საითხრებით, ვთქვათ, ქვეყანა სადღაც შუაშია, არც წინ მიდის და არც უკან, თუ ან უკან მიდის, ან წინ, რომელიმე პასუხს ხომ არ დააფიქსირებდით თუ რაც ბრძანეთ ამით შემოიფარგლებით? დიახ, ანუ ჩემი აზრით რაც შეგვპირდა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს რომ წინ წავიდეთ მიუხედავად ბევრი წინაღობისა და ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც წინ მივდივართ. კეთილი, გასაგებია თქვენი შეხედულება, თქვენი პოზიცია პირდაპირ ეთერში. მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა ვართ ჩვენ, ასეთია სახელისუფლებო არხების ვიდეორგოლები, რაც ეთერში გადის. მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა ვართ თუ არა, თქვენთან მინდა გადამოწმება ჩვენი საზოგადოების წევრებთან, თუმცა მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ და ყველაფერი ვიცი და ვხედავ. განათლების სისტემაში წინ მივდივართ, უმჯობესდება ვითარება თუ არც ისე სახარბიელოა მდგომარეობა. მსოფლიოში მოწინავე ეკონომიკა გვაქვს თუ არა, ანუ წინ მივდივართ ამ კუთხით თუ არა, თქვენი შეფასება როგორია? აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მაგალითად პრემიების და დანამატების აღების სფეროში ნამდვილად წინ მიდის ხელისუფლება. 9 მილიარდი ლარის, უფრო მეტი ცოტათი პრემია აიღეს 2024 წელს, საარჩევნო წელს საჯარო მოხელეებმა. და მქონებაც კარგად მოიხვეჭეს. თუ არ მოიხვეჭეს თქვენი დაკვირვებით, მე მხოლოდ კითხვებს დავსვამ ამ შემთხვევაში ამ ეთერში. როგორია პოლიტიკური მდგომარეობა, უმჯობესდება თუ უარესდება? სრუნავენ თუ არა ხალხზე პოლიტიკოსები? მე არ მინდა ახლა რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივმართოთ ის არის და თითი გავიშვიროთ მარტო ხელისუფლებისთვის. აქ მნიშვნელოვანია ოპოზიციის როლიც. ოპოზიციაც ალბათ ორ ნაწილად იყოფა, ჯანსაღი ოპოზიცია და არაჯანსაღი ოპოზიცია, ხომ ამაზეც უნდა შევთანხმდეთ. ყველას როლი შევაფასოთ ქვეყნის განვითარების საქმეში. მათ შორის ეკლესიის როლზეც ვისაუბროთ, პოლიტიკოსების როლზეც, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების როლზე. ყავს დღეს ჩვენ საზოგადო მოღვაწეები? ალბათ ბევრი არა, ხო? მაგრამ მაინც ყავს ჩემი აზრით. დღეს 18 წელი გავიდა გურამ შარაძის ასეთი დემონსტრაციული დახვრეტიდან. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გურამ შარაძე. და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ოჯახს, განსაკუთრებით რუსუდან შარაძეს და ყველა გულშემატკივარს, მეგობარს და მთელ საზოგადოებას ბატონი გურამის გულშემატკივრებს გულისხმობ მე. ზარია ეთერში გისმენთ? მე ვარ ეთერში. ეთერში ხართ თქვენ? დიახ. დიახ, გამარჯობა, თქვენაც არელია. მოგესალმებით. ეხლა რაშია საქმე?
აქ ლაპარაკი გაქვთ თქვენ ოპოზიციაზე. ოპოზიციას მე ვთვლი პატრიოტთა ალიანს და არის რამოდენიმე კიდევ აი თქვათ რა გვარია ის ნუ არ არის კეთილი არა უშავს დანარჩენი არის გენესვალე მავნებლები საშიშროება ხდება საქართველოში რაც არის ეხლა ნორმალური ქვეყანა იყოს და ნორმალური ოპოზიცია იყოს როგორც თქვენ ახლა თქვა საქართველო იქნება ღრმა წასული წინ და მე მგონი ამ არეულობაში მე კიდევ კარგად მიდის აი ეს არის ჩემი საქმელი განაცხადი თუ ოპოზიცია საქართველოს არ ყავს კიდევ გიბორე თქვენს გარდა და გირჩი მქონდა ლაპარაკი იაკო ხვიჩიაზეა ლაპარაკი დანარჩენი ვინ არის სალომე სამადაშვილია ხატია დეკანოიძეა გვარამია არის ისა ეგენი მავნებლები რომელსაც საფრთხე არ უყვართ არსა გასაგებია მადლობა რომ დაგვიკავშირდით გირჩი და პატრიოტთა ალიანსი სულ სხვადასხვა ორბიტაზე დგანან მაგრამ თქვენ თვლით რომ ეს ორია ოპოზიცია მისაღები გავიგეთ კი ბატონო თქვენი აზრია ყველა შეხედულებას დიდ პატივს ვცემთ ჩვენ განსაკუთრებით ამ თავისუფალ ეთერში 557 88 55 88 მორიგი ზარია გისმენთ ეთერში ხართ დიახ ლაივში ხართ კი ბატონო ეთერში ხართ ეთერში ვარ დიახ ტელევიზორს გამოურთეთ ხმა ძალიან გთხოვთ დაუწევ ახლა ვეღარ კეთილი მე შეგახსენებთ ჩვენს კითხვას მანამდე თქვენი შეფასებით ქვეყანა წინ მიდის თუ უკან ან იქნებ საერთოდ გაჩერებულია განვითარების რითმი შევაფასოთ ეს მდგომარეობა ქვეყნისა გისმენთ ჩემო ბატონო თქვენი ხმა გვესმის და ამავდროულად ტელევიზორს ხმა ბოლომდე უნდა გამოურთოთ ძალიან გვაბრკოლებს გამოსულიერ კარგით გემშვიდობებით არ გამოგირთიათ ხმა ბოლომდე ამიტომ ხარვეზი იქნება და ვეღარ დავაყოვნებთ მომდევნო ზარის ავტორს უამრავი ადამიანი ირეკავს ამ ეთერში და ძალიან გთხოვთ როგორც კი ზარი გამოვა ჩვენს ნომერზე მაშინვე გამოურთეთ ტელევიზორს ხმა და ტელეფონში გაიგონებთ ჩემს საუბარს და ტელეფონში შედგეს უნდა ჩვენი კავშირი მორიგი ზარია გისმენთ გამარჯობა ილიაშვილო პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღეს დროებით საგამომძიებლო კომისიაზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა აღნიშნა რომ სააკაშვილის დროსაც მაშინაც იყო ობიექტი ყველაზე ობიექტური ისევე როგორც დღეს არისო დამაღიარებას გილოცავთ ნამდვილად ეს ოცნების კომისიის წინაშე განაცხადა და ყველანი გასუსული იყვნენ ხმა არ ამოუღიათ ამ პიროვნებამ ძალიან ბევრჯერ ახსენა ირმანაშვილი როგორც პატრიოტი ადამიანი როგორც პატრიოტი პიროვნება და ასე რომ ძალიან გამიხარდა ხოლო რაც შეეხება ეხლა დღეს წინ მიდის თუ არა ქვეყანა წინ როგორ დავა როდესაც სახელმწიფო ქონებას თუ ბიუჯეტს ეს მთავრობა ისე ინაწილებს ისგოს მამაპატისგან ერგოთ მემკვიდრეობით კარგად გრძანდებოდეთ მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის დიახ გიდასტურებთ რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მედიის მდგომარეობის შეფასება ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში ბექასი უსივაძემ ძალიან ხირსეულმა ჟურნალისტმა ახსენა ობიექტივი არაერთხელ დიდი პატივისცემა უნდა დაუდასტურო ამ ადამიანს რომელთან ერთადაც მე მრავალი წელი ვიმუშავე საგამომცემლო ასავალ-დასავალში გიორგი მამაცაშვილი ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი მანაც ახსენა ობიექტივი და ქალბატონი ირმაინაშვილი და მათი ჩვენი წვლილი იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში როგორც ვიცი ბატონი ბონდომ ძინარაშვილიც გამოვიდა სიტყვით და მანაც გავყვრით ახსენა ობიექტივი დიდი პატივისცემა კოლეგებს რა თქმა უნდა მორიგი ზარია გამარჯობა ილია გამარჯობა შენაცვალე ილია ძალიან ისეთი კითხვა არის რომ მან
საკმაოდ უნდა გაბედულიც იყო და ცოტა უფრო ჩახედული რომ ილაპარაკო ამ საკითხზე. მე ჯერ ახლა ის მინდა სწორედ გიორგი მამაცაშვილის ბექას სისივაძეს ბონდოსაც რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადო მაგ აღნიშნისთვის ობიექტივის შესახებ გენაცვალე და დღეს ახლა გურამ შარაძის მკვლელობის ერთი ისაც არისო დღე და საწყალი ახლა საწყალი არ ითქმის დიდებული ადამიანი იყო მაგრამ როგორ მოკლეს შეიძლება რომ ადამიანმა ვერ გამოიტანო დასკვნა რის რა ხდებოდა და რისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი ეს იყო დემონსტრაციული მთლიანად სამშობლოს მოყვარული ადამიანი არ უნდა ყოფილიყო ჩვენთან მე ჩემოილია იცი რა აზრი მაგ და ძალიან გთხოვრო დამეთანხმო იმიტომ რომ ჩვენ წინ ვერასოდეს ვერ წავალთ ვერასოდეს თუ ვერ ვისწავლეთ ჭკუა და თუ ჩვენ არავირ დგენსი რუსეთისაკენ დიპლომატიური კავშირი აუცილებელია შველო და ხელმოწერებზე ყველამ უნდა მოვაწეროთ ხელი იმიტომ რომ ჩვენი გადარჩენის გზა არის ერთადერთი ჩემოილია გენაცვალე ძალიან გთხოვრო გულთან მიიტანო ჩემი ნათქვამი ჩემო კარგო კარგად დიდი მადლობა თქვენს არისთვის ამ ეთერში მეც ხშირად მithქვამს რომ დიპლომატიური ურთიერთობები აუცილებელია რუსეთთან პირველ რიგში ჩვენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა გვინდოდეს და ამ მიზნით მოქმედებდეთ და ასე გაყინული ვიდრეა მდგომარეობა შესაბამისად ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც წინ არ მიდის და ესეც პრობლემაა აი კარგი საკითხი შეგვახსენეთ ქალბატონო გურამ შარაძის მკვლელობას შეეხეთ თქვენ და ეს იყო დემონსტრაციული მიზანმიმართული მკვლელობა საჯარო დახვრეტასაც კი ეხმარობს ხოლმე რუსუდან და შარაძე მისი ქალიშვილი ქუჩაში დღისით მზისის თბილისის ცენტრში გააკეთეს ეს იმისთვის რომ ყველას დაინახა და მაგალითად მიიღო თუ როგორ მოექცეოდა რეჟიმი ოპონენტებს და ბატონი გურამი ჩემი აზრით გმირია დიდი პატივისცემა მას და მის ოჯახს ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა, თქვენი აზრით წინ მიდის ქვეყანა თუ უკან ეს კითხვა გვაქვს დღეს? ჩემი აზრით ესეთი არის, რომ სამ პლანეტეს ხება და იმის მაპატიეთ, არაფერი არის მის. აბი თარჩე არაფერი არის მის წუხ არ იქნებ ხელახლა დაგვიკავშირდეთ 5-5-7-95-98 გარკვეულწილად გამოდის ჩვენი ეს ეთერი შეფასება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებისა ზრუნა ვენ ხალხზე პოლიტიკოსები მათ შორის საჯარო მოხელეები სოციალური ფონი საგარეო ურთიერთობები როგორია სამართლიან გარემოში ცხოვრობთ თუ არა ფასები გადასახადები საბანკო პროცენტები მიგრაცია დემოგრაფია უცხოელების მასიური შემოდინება ეკონომიკა მართლაც ყვავის თუ არა რა ვითარება გვაქვს განათლებაში ჯანდაცვაში მედიაში და სხვა წინ მივდივართ უკან თუ გაჩერებული ვართ ზარია ეთერში გამარჯობა ну შიდა პოლიტიკაზე თუ ვიჯერეთ შეიძლება რომ მოყოლი ეს მდგომარეობა არ არის კარგი იმიტომ რომ ჯერ დემოგრაფიული მდგომარეობა ქართულობა უკიდურესად მცირეობაში არის მე მიგრაცია ქართული ფიქრობთ რომ გავიქცეთ უცხოეთში სამუშაო და ჩვენ საქართველოს კიდე უცხოელებით შეიძლება უამრავია კიდე როდესაც მილიონები მართავენ ქვეყანას ხალხი სიღატაკის ზღვას მიღმარის კიდე 1000 ადამიანი მაგრამ საერთოდ მდგომარეობას თუ შევაფასებ საგარეო პოლიტიკას მაგალითად უნდა ვთქვათ რომ გარედან ნამდვილად მიდის შეტევები ჩვენს ხელისუფლებაზე ჩვენ ქვეყნის წინააღმდეგ ისინი სააკაშლის ამდენი წლების მანძილზე ხარს უჭერდნენ და დემოკრატიის შუქურად აღიარებდნენ სხვათა შორის ქართულ ოცნებასაც 10 წელი დემოკრატიის შუქურად აღიარებდა დასავლეთი ბოლო 2 წელია მოემდურნენ ერთმანეთს გასაგებ მანამდე სანამ ემორჩილებოდა როცა თავის ფლებისკენ თავისუფალ პოლიტიკის გატარება დაიწყეს უკვე წინააღმდეგებია და ჩვენ ეს უნდა გავიგო და ამ ეტაპზე თავი უნდა შევიდაოთ პოლიტიკას უნდა დავეროდოთ იგი ხაში უნდა დაუდგეთ რომ ამ დამოუკიდებლობისკენ ჩემი აზრით დამოუკიდებლობის ბრძოლაში ესე ხაში დაუდგეთ და იქნებ ბოლომდე გათავისუფლეთ ეთილი მდგომარეობა ხაც და გაჭირება თუ იმადის ბევრი რამეა დამოუკიდებლობა
ხალხი გაჭირებული არა ვარ იმას ადამიანი ხარ ფიზიკურად ჯანმრთელი ხარ და გონებადი ჭრის ეს ხარ საქართველოს შეერი არ უნდა იყოს ასე რომ უნდა დაუფასოთ ეს ყველაფერი ერთად ესეთი ბატონო ჩემო ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან გესმით ჩემი ხმა კი ისმის თქვენ შეიძლება იყოთ ხელისუფლების მხარდამჭერი მაგრამ ყველა ხელისუფლებას მით უმეტეს მას შემდეგ რაც 13 წელია ძალაუფლებაშია სჭირდება კრიტიკა თუ არ იქნება ეს კრიტიკა მაშინ უკეთესობისკენ არ წავა საქმე ამიტომ თქვენ დიდი პატივისცემით გეუბნებით ხელისუფლების მხარდამჭერი უნდა იყოთ ძალიან კრიტიკული რომ შემსუბუქდეს ადამიანების ყოფა დღეს ამ ქვეყანაში ცოტა სიღარიბეზე მეტი გვაქვს მე მგონი აი თქვენ ასე თქვით და ამიტომ გპასუხობთ კი პასუხობთ კრიტიკულობა საჭიროა თუ არა კი პასუხობთ პირველი რომ მე მხარდამჭერი არა ვარ ხელისუფლების მე რიანი შემოხადე ანტიპოს ბიჭების მხარდამჭერი ამოხადე მეორე და თქმა უნდა აკრიტიკოთ მაგრამ როგორც პატრიოტ ალიანსი აკეთებს ეგრე არა ის რომ არჩევნები გაყავდა ის რომ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ ოპოზიცია ახალი არჩევნები ჩაატარდა ნაცების ეს უზრუნველს ხალხს ასე არა უნდა ვაკრიტიკოთ ბევრ საკითხებში ბევრი საკითხია შინა პოლიტიკაში გამოსაცრები მაგრამ საგარეო პოლიტიკაში რომ ბრძოლა რო უწევთ ამ ლიბერალური ფაშისტების წინააღმდეგ ამაში მხარი უნდა დაუჭიროთ და კიდევ ერთი ბილინა ივანიშვილის კრიტიკა როგორ შეიძლება ადამიანი რომ არა ეგ ადამიანი თქვენ ქართული ოცნების მომხრე ყოფილხართ რას აგერ ის არა გეუბნებით ახლა აბა მაშინ რუიანი რატომ შემოხაზეთ რუიანი რატომ შემოხაზეთ თუ ყველაფერში ეთანხმებით ხელისუფლებას არ ეთანხმები ყველაფერში და ჩემი ლაპარაკი ეგრესო გამოიტანე ეს აზრი გამომაქვს ეთანხმები ბაჟს არ ეთანხმები აი რაში არ ეთანხმებით გადავიდეთ ამაზე მაშინ უკვე მოვისმინეთ რაში ეთანხმებით კი ბატონო მე იმით დავიდე ეს არ ეთანხმები არ ეთანხმები მაშინ რომ ასეთი გაჭირებული არ უნდა იყოს ხალხი საქართველოში თორსა მილიონები მართავენ და ხელფასებში ნიშნავენ ხალხი არ უნდა და სიღატაკის ზღვას მიღმა ასე მცდება არ უნდა ხდებოდეს საქართველოში მე მიგრაციის პოლიტიკა როგორ შეიძლება უცხოელებით გაიქცე ჩვენი ქვეყანა და ადგილობრივი მაცხოვრებლები რაშევათ ფიქრობენ უცხოელში როგორი პოლიტიკური ნიშნო იგივე ლიბერალური იდეოლოგია განათლებაში აიღეს იგივე ლიბერალური იდეოლოგია ფარულად ესე იგი სიტუაციას მოეწენ ვითომ ეროვნული ფარული გადავიდეთ თვითონ პირველად ლიბერალები არიან კაპიტალისტი არ შეიძლება სხვანაირიც იყოს ასე რომ გეოპოლიტიკას დაეთმო მადლობა საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა სხვათა შორის თქვენს შეხედულებას მე პატივს ვცემ მადლობა რომ დაგვიკავშირდით 557-88-55-88 პირდაპირ ეთერშია ტელე-რადიო კომპანია ობიექტივი წინ მიდის ქვეყანა თუ უკან ან იქნებ საერთოდ უძრავია როგორ ფიქრობთ განვითარების თვალსაზრისით რა მდგომარეობა გვაქვს სხვადასხვა სფეროებში განსაკუთრებით კი პოლიტიკა სოციალური მიმართულება და საგარეო ვექტორია აქ ძალიან მნიშვნელოვანი ზარია გისმენთ გამარჯობა ილია გამარჯობა დავაფიქსირო მინდა თემი აზრი დიახ და არა მარტო ჩემი აზრი ბევრი ადამიანის აზრი და ფიქრობ რომ ჩვენი მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის მეურვებად და კრიტიკა აუცილებელი არის მაგრამ რო გითხრა რომ ეს მასების ნარატივი კრიტიკა არ გამოვა ეს არ დაგვარცხებოდა ზოგადად ბევრი რამე გამოსახორებელია ბევრი რამე არის გამოსახორებელი მაგრამ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას ბევრი რამე მომწონს გრამატიკული აი ერთი კითხვა მაქვს თქვენთან აი დღეს რომ ნაცმოძრაობა გამოვიდეს და თქვას რომ LGBT პროპაგანდა ყოვლად მიუღებელია ჩვენ რა აღარ უნდა გავიმეოროთ ეს აზრი რასაც ისედაც წლებია ვამბობთ არა უბრალოდ რა არის უყურე ხანდახან ხდება ასეთი შემთხვევები რომ დიახ პაკმეც მაგაშია ვერ გავიმეოროთ იმიტომ რომ როგორ ვერ გავიმეორებთ რატო ვერ გავიმეორებთ არა სულში უძის ნაცმოძრაობა რო იყოს სული და ხორცამდე სამხედრო ეს ვიცით რა თქმა უნდა ეს ფაქტია ამას მეორე აზრი არ არსებობს რა მინდა გითხრა ილია მე პატრიოტ ალიანსი ძალიან მომწონს მოდით რა პატრიოტ ალიანსი არ ვსაუბრობთ ახლა ჩვენ არა სხვა რაღაცას ვიტყვი ხოდა დამმართადე რა ეს თამ დავაფიქსირე უსმენ მაგათ სტომრერ ტიპონ ტელეკამპანიო ასამოურა და ასე შემდეგ და ისინი ბევრ ამეში ვეთანხმები
მაგრამ ეხლა ისეთი სიტუაცია არის ქვეყანაში, რომ ჩვენი მთავრობა რასაც აკეთებს, ამაში ჭირდება ყველა მხარდაჭერა, რომ ჩვენ გავიგეთ, გასაგებია 5-5-7-88-55-88 ცოტა დრო გრჩება, ამიტომ ბევრი ზარი ფსურს მივიღოთ და მეც უმორჩილესად გთხოვთ ყველას თქვენი სათქმელი ძალიან მოკლედ დააფიქსიროთ ამ დროის განმავლობაში რაც დაგვრჩა. ზარია, გისმენთ? ხო, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. აბა როგორ გითხრათ? როგორც სულ განათლებული ლევან თედიაშვილი ხორდა სიგმირი გოგია, ჩვენ არტისტი მივდივართ არჩუბა, ჩვენს უაფავარ. მოკლედ უძრაობა, თუმცა ის კარგი უძრაობა ხული რო ისწავლებოდა და მე მახსოვს მოიწარი ის აღამები და თქმა უნდა. უჭერს ხალხს, ეგეც ფაქტია. და იმასაც გეტყვით, რომ არავის არის პერსპექტივა და საშველი არ ჩანს სამწუხაროდ. ალბათ უნდა გამოსცემდეს დაიბადა, ალბათ არიან კიდე დაბადებული ერთად და ვიფართ. ვასილ პავლოვი ჯამანაძესავით ეროვნული და პატრიოტი კაცი. დიდი მადლობა. მერა პოსტავას რამიდან მომსახურდია საერთოდ. ეგეთი კაცი როგორც ასპარეზზე გამოდის, ბატონ დიდი. მაშინვე ერთად შეუტევენ ნაცები და კოცები, ხომ ეს ტერმინები გაჩნდა. შეუტევენ, არა ბატონო ილია, აი როგორც ვიღაცა მადრიდში ვიქავს ეგის. და ამბობს რა აი გაუცანი ძალი. ის აღავი დაგუქცევით პუტინთან. იგივე თუნდაც ბოლო დაკარგული ტერიტორიები ახლა ავად ყოფილიშას. აუცილებლად აი ერთი თვეც არ დაჭირდება. სადღაც სამყირაში მოკლავენ ეს კაცი. აი ეს არის, ეს ავარ სახელი. ხო, აგენტიაო იტყვიან, მოღალატეაო და მოკლავენ თუ ფიზიკურად არა სულიერად მაინც. ფიზიკურად მოკლავენ. და შეიძლება ოჯახის წევრები გააკროვენ ამის. ხო, ვიზიარებ ამ პათოს სადღაც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენს პოლიტიკურ ვითარებას უყურებს ადამიანი, ეს ჩანს, რომ როგორც კი ვინმე რაღაც მცდელობას ახორციელებს ქვეყნის სასიკეთოდ, სუფთა სახეა, ჯანსაღი სახეა, ახალი სახეა, ოდნავ მაინც გამოჩნდება, მაშინვე ეს ორი მხარე ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების თითქოს ერთიანად ცდილობენ, რომ გაანადგურონ და მოიშორონ. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, გისმენთ? მე მესმის თქვენი ხმა ტელეფონში ისაუბრეთ, ტელევიზორს ნუსმენთ. კი ბატონო. გამარჯობა. გამარჯობა. როგორც შეიძლება იყოს, იმ ვიდეო. აი, ყველაფერი ელემენტარული არის, ელემენტარული. ნური ხო თავისუფლად გააძვირეს. კი ბატონო. კრიმინალი გაიზარდა ისე როგორც ასტრონომიური გაიზარდა მკვლელობა, კაჩაღობა, ბანდიტობა, გაიზარდა და ყველაფერი, თითქმის ყველაფერი და ეს მეთოდებია ესენი მიწახა. ავტომატურად იმეორება ყველაფერი კარგად არის. არაფერი არ არის კარგად. კარგად ეგარეთი ბომბი აღშვა, ჰა და სანაგებულში მოგზა ვინაც ქალაქ გორსი თუთაიში გინდა თბილისში ჩაყირებულ ხალხს ნახავ. ამას ეძახიანთი რა. მე თვითონ სოფერად დაუწევიო. აღდგომაზე შეგენებულად არ მომიტანო. არ არის 6-5 იყო, 6-5. აი საჩუქრებს რომ არიგებენ პროდუქტი რომ არის. დიახ. არ მომიტანო და ძალიან გაუბრალდი. დიახ, აი სოციალურად ავედი იმაში, ოფია. დერში მასი გამგებლობაც დაგაბარი. ისავები და მე პული შეგვიძლია რაღაცა გამოვატარებ. მიდი ხაღალი. აი, დიახ, თქვენ პატივცემულო სოციალურად დაუცველი ვარო ბძანეთ და სოციალურად დაუცველებს უფასო სასადილოების მიც ეკუთვნით რომ შევიდნენ ამ სასადილოებში. ადამიანი ვარ. იქ რა მდგომარეობაა თუ იცით თქო ეს მინდოდა. ძაღლი იმას, მაკარონი და ისეთი სუპია. ანუ ასეთი საშინელი საკვები აქვთ ამ უფასო სასადილოებში? ვაიმე, რასნა პარაბო. ვინდა გიორგი გამისხეს თუ ისიდახდე. აი, ხალი გაფერადებული იქა შეიძლება ერთი წელი პატრა კარკოდოლი და რამდენიმე მაკარონი გამწევდა. ძალიან წუხარ. აი, მოდი ზახტრო და საფურსა და დავდე ბარაჭა.
ძალიან წუხარ ეს ძალიან ძიმე საკითხია ვიმეორებ მადლობა თქვენს არისთვის და ობიექტივი წინა იმედებს რაღაცა გერბობაზე კუბის შემდეგ აღარ შემდეგ მე მიგალის რაღაცა მადლობა დიდი მადლობა უნდა განვაგრძოთ ზარების მიღება ეს ძიმე საკითხია და მიუმართავ თბილისის თუ სხვა ქალაქების მერიებს რომ გამოიჩინონ ყურადღება რა ხდება ამ სასადილოებში უფასო სასადილოებში ჩაეძიონ როგორი მაფია ეგრეთ წოდებული იქ და კიდევ ერთი წერილი მოდის აქ სოციალურ ქსელში ობიექტივის გვერდზე გვწერენ რომ რას ვჭამთ და რას ვსვამთ კვლავ ბუნდოვანია ნეტა თუ გამოიძიეს ის რძის პროდუქტების საკითხი როდესაც ფეკალიებით სავსე რძეს მივირთმევდით ხალხიო ხო ფიქრობ გამოძიებული არ არის ისე გავიდა თვეზე მეტი, ორ თვეზე მეტი და ალბათ და არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. ზარია ეთერში გისმენთ. გამოძიებულისა და ყველაფერი მერითი. დიახ. მერითი აგერ ვანში ადამიანმა რომ გამოიძიეს და დღევანდელი პროდუქტი ყველაფერი კარგია. დიახ. რამეს დაამატებთ ქალბატონო თუ დაგემშვიდობოთ? დავამატებ და ყველა დილია ასე მიჭირდა ჭკვიანი ბიჭი არ უნდა უსმენდე ბებო. არ უნდა უსმენდე და წყვილებს საბობ. ქვეყანა წინ არ მიდისო. არ მიდის კი არა, ამდენი მედალოსანი, ამდენი ჩემპიონი, ამდენი ოქროს. ეს ქვეყნისგან რომ არ იყოს შვილო, ხელი შეწყობა. კი არ იქნება ასე ქვეყანა წინ დასული. რამდენი იგია შტერი მოხუცებული ყველას არ უნდა უსმინოებია. არა, კორექტულად ქალბატონო, ჩვენ ყველას პატივს ვცემთ ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენელსაც, თქვენს დიდი პატივისცემით მოგმართავთ, არ შეიძლება ასე. გავიგეთ, თქვენი სათქმელი ხომ თქვით? მორიგი ზარია. გისმენთ. გისმენთ. ეთერში ხარ. დაიწყეთ ეთერში ხარ, დიახ. აი, გენაცვალე. ამ თუ შეიტყვალოთ ფეკალიებით ამდიდრებულ ყველაფერს ხო, წერილი მოვიდა. ძალიან დიდი გადაცემა იყო. გარკვეულია. ოხტატა ლავაზოთ ილაპარაკეთ, არაფერი ისეთი არ იყო და რატო არ უსვეთ ამ გადაცემებს? იყო ეს გადაცემა. ის ვინაც გამოდის და რაღაცას იტანს, ეგრე არ შეიძლება. ის მოკლავს ადამიანს ეს რო შეჭამოს. არავითარი მარტო იმაჭეს ადამიანმა შეჭამა. ნახევარი საქართველოს წავს იმ ხარლის ყველს და ყვალიცებს ვიეცებს. ამხელა ქარხანა მილიონებია დახარჯულ და იმასაც ვერდენის არის ყველგან. დიდი მადლობა თქვენ. გავიგეთ თქვენი სათქმელი, კი ბატონო. 5-5-7-88-55-88 ტყუილს ნუ ამბობთ და წერილი იყო ჩვენი მაყურებელი გვწერდა ახლა ამ წამს ვინც უყურებს ინტერაქტივს დარეკვას ვერ ვახერხებო ესეც იყო თანდართული. ასე რომ მოდით ერთმანეთს პატივებს ვცეთ და ნუ დავწამებთ ცილს გამოძიების შედეგები ჩვენ არსად არ გვინახავს არაფრის. ხოლო თავად ამ ყვარლის ბაგის მეპატრონე ადასტურებს რომ ქათმის ფეკალიებით გაჯერებული პროდუქტით ხდებოდა პირუტყვის გამოკვება. და ეს საქმე გამოიძიეს, შედეგი დაიდო რამე. მე არსად არ მინახავს და არ წამიკითხავს მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ვარ და ყოველდღიურად ვაკვირდები ახალ ამბებს. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა ილია. გამარჯობა, მოგესალმებით. ილია, ეხლა ბატონია, ეხლა რომ ქალბატონი ლაპარაკობდა ეს მთავრობის ადამიანია ან საზღვარგარეთ ხალხს გაგზავნილი და არჩეს. 60% გაჭირებულები ვართ ილია. ისი რასაცოდაობა რაიონებში რო გაიაროს ახალგაზრდები კიდე ვის სასაცილებლად წავიდეს საზღვარ. ვის არა უმუშავრად საწუთავად გადად. როცა კომუნისტების დროს ერთი იყო ზარმაცი და 1000 მუშაობდა. ეხლა 1000 გარეთია და ერთი მუშაობს. მაგას გაქნა თითქოს ყوار ჩამოფრინდა. საქართველოში არის გაჭირვება, პენსია, რა პენსია ილია შვილო? ჰა? ხოთა ფულსავთან და მაკარონ. ღმერთი სარეშინია მაგას. შენ რო კარგად ახავს, სხვასთანაც უნდა დაუდგე გაჭირვებულს. ეკლესიაში არსებს ის პანტეს არათო. ჰა? მადლობა თქვენ ზარისთვის ქალბატონო, ემიგრაციის კუთხით ურთულესია ვითარება, თითქმის ოჯახი აღარ დარჩა, საიდანაც ადამიანი წასული არ არის. მაგალითად, ჩემი ახლო
ოჯახის წევრებს თუ მომიხსენიებთ და ახლო ნათესავებს, ერთი ადამიანის საახლობლოში 8 ადამიანია წასული ემიგრაციაში. და ამ დროს ვიღაცა უცხოელი შემოდის აქ და რჩება, სახლს ყიდულობს, ძვირფას სასტუმროებს და სასახლეებს იშენებს და აქ რჩება. და არა მარტო ძვირფას სასახლეების შემძენი, არამედ ღარიბი და ღატაკი აზიური ქვეყნების მოსახლეობად შემოდის აქ და აქ რჩება. რა გაკეთდა ერთი დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად? შრომითი უფლებების კუთხით რა გაკეთდა, რომ ადამიანი აქ დარჩეს, აქ იმუშაოს და აქ მიიღოს ღირსეული ხელფასი და აღარ გარბოდეს მერე. ან პენსიონერისთვის რა გაკეთდა, ყველაზე გამორჩეული ფენისთვის ჩვენი საზოგადოების, ვინც მთელი ცხოვრება იწვალა, იშრომა, ეს ქვეყანა თუ რამეა აშენებული, მათი ხელით არის გაკეთებული. რა პენსია დაუნიშნეს ასეთ ადამიანებს? ნუ თუ ცოტათი გაჭირვება გვაქვს და მეტი არა იმ ფონზე, როდესაც პენსიონერი 300 ლარად კვებასაც ვერ ახერხებს და ვერ წამლის შეძენას. არ არის ასე მარტივად საქმე ახლა როგორც ზოგიერთი მაყურებელი თუ რადიო მსმენელი მიიჩნევს, მეც მაპატიეთ, მაგრამ ავღეულდი ახლა მეც ემოცია მაქვს, როდესაც ჩემი თვალითაც ვხედავ როგორც მოქალაქე რა მდგომარეობაში ვცხოვრობთ. მორიგი ზარია, გისმენთ? ჩემო მეგობარ. დიახ. გესმით ჩემი? მესმის თქვენი ხმა. ეჭი იმ ქალბატონს უნდა ზილობიერად გავახსოვო. დიახ. ის ქალბატონი ალბათ ბოდის ხილა თეატრი შეიძლება, თეატრი. ეს ვიცემი, თეატრი. ქუთათი ჩემი თვალით ხედავ, როგორ არიან მუკე ნაკლებულები. როგორა ქუთებს ხელი კასვლები, ის და პატარა მაუთა კავსა. ეს ეხლა ის თვალი რა მაგას კიდან არის ჩამოღებული. ილანდა აცი როიყეს და ქუთათს შემწეს. არ ვიცი ანუ რა ვიცი ფაშავატყამ ჯანიაღალა მაგ. ჯამთელება გატეხილება წიბომა. ვინ არის ეგ ხალხი თეთრ ვინა? თქვენ რას ფიქრობთ? ანტიქრისტე ხარ, ხარო? კარგი, არ გინდათ. გთხოვთ, თქვენი შეფასება ბრძანეთ. გაითიშა. მაინც ჩემი თხოვნაა, რომ ნუ იქნება ასეთი დაპირისპირება, ჯობს რომ ყველამ ჩვენი შეხედულება ვთქვათ. მორიგი ზარია, გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო. ტელეფონის ნომერი რომ გააცნობ, გამოცხადებული. რა გარანტია რა სუნათები არ ეთარენ, ბებიებიანად, ბაბუებიანად, მამიდები და ყველანი, ხა? გამოცხადებულ ნომერს. თქვენ ეთერში ხართ? თქვენ ეთერში ხართ? რა იცით რომ ნაცები არ არიან სულ. თქვენ ნაცი ხართ? ძალიან კარგად გესმით. მე არ ვაქვს, არ მე რა ჩაოლებრი მოხდა. ყველაფერს კარგად მაქვს. ეს გიპურეთ და როგორ სახეს იწვლის, თუ რაღაცას იწვიან, ოცნებაზე გწვენ. ძალიან თუ ჩიტყვიან გიხარია და აი ზუსტად რა, სახეზე გეტყობა. ხალხი დებილი გონია. ამ მომენტში დაწუნებულმა სუნათები ეკავენ. ჩოთლები და ხომ მით უმეტეს ეკავენ და რეკავენ რაიონებიდან. ქალბატონო, თქვენი აზრით ქვეყანა წინ მიდის თუ უკან? გაგვითიშე ასე ქალბატონმა. თქვენ თქვით რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ვარო, ასეთივე ჩვეულებრივი მოქალაქეები რეკავენ ამ ეთერში ნებისმიერი შეხედულებით და ნებისმიერი პოზიციით. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რომელი პარტიის მხარდამჭერია. ყველას დიდი პატივისცემით უსმენთ, მაგრამ ხაზგასმით მინდა გითხრათ ის, რომ თუ კი დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას ახორციელებს ადამიანი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნაციონალია, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, არა. ჯანსაღი კრიტიკის გარეშე ნებისმიერი ხელისუფლება, ნებისმიერი პარტია და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გაფუჭდეს ძალიან და უფრო მეტად გაფუჭდეს, თუ კი არ იქნა ეს კრიტიკა და კრიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, კაცო, მაპატიეთ ესეთი მიმართვისთვის საბჭოთა კავშირში იყო საუბარი იმაზე, რომ კრიტიკა კარგიაო და უნდა ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, ჯანსაღი კრიტიკა საჭიროაო და ჩვენ თუ ამ ეთერში კრიტიკული ვთქვით რამე, ეს რატომ გაგიკვირდათ, ჩემო ძვირფასო ქალბატონო? ნაცები ვართ ამის გამო? თქვენ ამის გამო ქოცი დაგიძახოთ? არა, ეს საშინელებაა. არ შეიძლება რომ ერთმანეთს ქოცი და ნაცი უძახოთ განსხვავებული ხედვების, პოზიციების გამო. უნდა მოусმინოთ ერთმანეთს და პატივი უცეთ შეურაცხყოფის გარეშე. ნახვამდის ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი ინტერაქტივს.